შიგნით რა ხდება მითხარი? შიგნით აქ ტყავის სალონი, Sony-ს აუდიო სისტემა, HD მონიტორი, ავტომატური გადაცემათა ყოფი. Მოტორი რამდენი აქვს ისა? 2.0 ტურბო. Turbo. დისკები რამდენიანი აქვს? 20. 20-იანი დისკები. აი, ნათია ხვალ მოყავს მეუღლე და აი შეხედე ნათიამ როგორ მოირგო? ნათია ქემაინც ეს შენი იყოს. აი, ხო მაგარი ფერია სალონი, არა? ძალიან. ლუკა, ულამაზესი ინტერიერი. ლუკა, შენ როგორ ფიქრობ, ეს ხო არის საუკეთესო ავტომობილი? მე. ეს დღეს ჩვენს ბაზარზე არის საუკეთესო ავტომობილი და ბოლო შეკითხვა. კახელები რომ მოვიდნენ და გითხრან, აი აქ რომელ ავტომობილს შემარჩევიებო, რომელში არჩევიებ? ჩანგანს. ჩანგანში არჩევიებ? დიახ. აბა გისურვებ წარმატებას და დრო დამთავრდა. მოდი, ახლა უკვე მე და ნათია შევაჯამებთ, დაბრძანდით თქვენ ადგილზე დაბრძანდით. ნათია. ნათია. თქვენ დიახ. ეს ავტომობილი ხვალ უნდა იყიდოთ და მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს და ამიტომ აქ არის ლუკას სამი ფერი, ხო? თეთრი, მარგალიც ეძახიან, ხო? ნაცრისფერი რომელია დათო? ეს მოკრე ასვალს რო ეძახიან, ხო? და შავი და მუქი ლურჯი. მოკლედ 4 ფერი გვაქვს. ნათია, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თან ახალი ავტომობილები შემოგვივიდა, დაუბრუნდეთ უკვე დღეს და აი ამ ავტომობილების გაყიდვაც უკვე ამოვყიდეთ ის 1-2 პარტია, ახლა მესამე პარტია შემოვიდა. ეს ავტომობილი უკვე ყველამ გაგაცანით და ვიზუალი კიდევ ერთჯერ მინდა აჩვენო. აი შეხედეთ, უბრალოდ აი მართლა მე არ ვიცი $29,900 განვადებით რა უნდა იყიდო მითხარი. აი მე არ ვიცი, აი ისეთი დახვეწილია, ისეთი მაგარია 10 წლიანი გარანტიით. ახლა ზოგი იტყვის რომ ჩინეთში, ბიძია, ჩინეთის ქარხანა ისეთია, ვერაზროს 100 წელი იაპონიის ლექსუსის ქარხანა ვერ მივა და ვერც ტოიოტას ქარხანა. ვინც არის ნამყოფი, მე ნამყოფი ვარ. Mercedes, BMW-ს დათო და Volkswagen-ს, აი თვითონ Toyota-ს უკვე ყველა ქარხნები არის ჩინეთში და ისეთი ქარხნებია, რომ იაპონელებს ვერაზროს რომ ვერ დაესიზმრება